ვიწყებთ Excel 2007-ის შესწავლას. ეს გახლავთ Microsoft-ის Office-ის კიდევ ერთი პროგრამა. ჩვენ განვიხილეთ და ვისწავლეთ უკვე Word 2007, რომელიც რაღაცა დოზით წააგავს Excel-ის პროგრამას. Excel-ის პროგრამის გაშვებაც ანალოგიურია როგორც Word 2007-ის, ის შეგიძლიათ გაუშვათ სტარტიდან პროგრამებში, შემდეგ მოძებნოთ Office-ის პროგრამა და გახსნათ 2007 Excel-ი და როგორც ხედავთ უკვე პროგრამა გაიხსნა, მოდით ახლა დავიწყოთ საუბარი უშუალოდ პროგრამაზე. როგორც გახსოვთ, Word 2007-ის პროგრამა ქმნიდა Word-ის დოკუმენტს, Excel-ი კი ქმნის Word-ის წიგნს და სწორედ ზემოთ ნაწილში ნაჩვენებია, რომ აქ იქმნება Excel-ის წიგნი Book 1, რომელიც შედგება შიტებისაგან, შიტ 1, შიტ 2, შიტ 3. და რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ხელოვნურად შევცვალოთ შიტების რაოდენობა, ან დავამატოთ, ან წავშალოთ. თითოეულ შიტზე, მაგალითად შიტ 1-ზე, განთავსებულია საკმაოდ ბევრი უჯრა, გაცილებით მეტი, ვიდრე ის იყო წინა მორბედ Excel 2003-ში. ასე მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ნახოთ თუ რამდენი უჯრისაგან და სვეტისაგან შედგება თითოეული შიტი. თუ ჩვენ გადავაადგილდებით კონტროლ ღილაკზე და ქვედა ისარზე დაჭერით, ნახავთ რომ თურმე 1,48,576 სტრიქონი არსებობს Excel-ის თითოეულ შიტზე, ხოლო რაც შეეხება სვეტების რაოდენობას, როგორც ხედავთ, ის დანომრილია, უბრალოდ გადანომრილია ამბანური წესით A, B, C, D და ასე შემდეგ და არის Z-ის შემდეგ უკვე მეორდება 2A, მერე A, B და ასე შემდეგ და კონტროლ მარჯვენა ისარით გადავდივართ უკვე საწყის საბოლოო უჯრაზე პირველი სტრიქონის და ხედავთ რომ X, F, D სვეტი გამოჩნდება. ჩვენ ესე იგი საბოლოო ჯამში ვიღებთ ძალიან ბევრ უჯრას. გვაქვს როგორც უკვე გითხარით ძალიან მარტივად შეგვიძლია გადავსვლა ამ უჯრებზე, ასევე კონტროლით და მარცხენა ისარით ვუბრუნდებით მის საწყის ვარიანტს. ეს იმ შემთხვევაში გამოიყენება ღილაკები ასე, როდესაც სარიელია შიტები, თუმცა შემდგომში უფრო დაწვრილებით განვიხილავთ მაუსის გარეშე გადაადგილებებს. თვითონ უშუალოდ პროგრამის ფანჯარა, რომელიც გახსნილია ეკრანზე, შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან. ეს გახლავთ სათაურის ზოლი, ანუ Book 1 Microsoft Excel, რომელიც გვაუწყობს თუ რა ქვია ამ კონკრეტულ წიგნს და არა დოკუმენტს, ანუ ფაილს, ამ შემთხვევაში Excel-ში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვია წიგნი. ასევე შედგება Quick Access-ის, ანუ სწრაფი გამშვები ღილაკებისაგან, რომლის ჩამოშლის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე არაგააქტიურებული ბრძანება და ის დაემატება ჩვეულებრივ პანელს ზემოთ, ან ღილაკი More command-ის დახმარებით შეგიძლიათ დაამატოთ ან გამოაკლოთ თითოეული ბრძანებები. ამ ფანჯრის გამოძახება ასევე ჩვენთვის ცნობილია და შესაძლებელია Office-ის ღილაკისაგან, სადაც Excel Options გამოვიძახებთ. სწორედ შემდგომ ავირჩევთ უკვე Customize და როგორც ხედავთ, აი აქ სწორედ იგივე ფანჯარა გამოვიდა. გარდა Office-ის ღილაკისა და სწრაფი გაშვების ბრძანებებისა, არსებობს ასევე მენიუები, რომლებსაც ჩვენ Excel-ში რიბონებს ვუწოდებთ 2007-ში. ეს არის Home, Insert, Page Layout, Formula Data, Review, View და ედინები. ასევე შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში დაემატოს, ზოგიერთი ფუნქციის გამოძახების შემთხვევაში დამატებითი რიბონების გაიხსნას. თითოეული მათგანი შედგება სხვადასხვა მენიუებისაგან, ბრძანებებისაგან, insert ღილაკშიც ასევე და წარმოდგენილია მოკლედ თითოეული მათგანი. თუ ჩვენ რომელიმე მენიუს უფრო დაწვრილებით გახსნა გვჭირდება, როგორც უკვე ვიცით, თითოეული რგოლის ძირში, ანუ მენიუს ქვენაწილებს ვეძახით რგოლებს, თითოეული რგოლის ძირში არსებობს ღილაკი, რომელზე მაუსის დაჭერისას თქვენ დაინახავთ თუ რა ბრძანება სრულდება, რომელი კლავიშების კომბინაციით შესაძლებელია მისი შესრულება, ან ხელზე ამ მაუსის ისრის დაჭერით ეს ბრძანება გააქტიურდება და გაიხსნება.
გარდა ამ ბრძანებებისა, მოდით ვნახოთ ქვემოთ რა სიტუაცია გვაქვს. ჩვენ ქვემოთ გვაქვს, როგორც ხედავთ, შიტების ზოლი, ანუ სადაც დაწერილია თუ რამდენი რა შიტია და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს ხედვის ფანჯარა, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ Excel-ის შიტის სხვადასხვანაირად, ასევე ზომის გაზრდა და დაპატარავება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება რაიმე მონაცემები, მაგალითად რაიმე რიცხვები და მათ მოვნიშნავთ, როგორც ხედავთ, ავტომატურად სტატუსის ზოლში გამოდის შემდეგი შედეგები. Average, ანუ საშუალო 23-ია, სწორედ 32-ის, 34-ის და 3-ის ჯამი გაყოფილი 3-ზე, ანუ საშუალო არითმეტიკული გახლავთ 23. Count, ანუ დაანგარიშება თუ რამდენი მონაცემი წერია შიგნით, ეს გახლავთ 3 და ასევე 3 ბრძანება, რომელიც გახლავთ უკვე დაჯამება, ესე იგი 69. მოკლედ, როგორც ხედავთ, Excel-ი ავტომატურად მონიშნის საფუძველზე ახდენს კალკულაციას და ანგარიშობს თუ რა რამდენს და როგორ ნიშნავს. ასევე არის შესაძლებელი გადაადგილებები. მოდით ვნახოთ თითოეული ეს კონკრეტული მონაცემები, მე ესე უბრალოდ გადავამრავლებ, ალაგ-ალაგ ამოვშლით თითოეულ უჯრას და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ თუ როგორ ვშლით. აი მაგალითად, სწორედ ჩვენ თუ აქ ვიდექით და ვიყენებდით Ctrl მარჯვენა ისერს, როგორც ხედავთ, ის გადავიდა 25-ზე და სრულებითაც არ გადავიდა ბოლო უჯრაზე. შემდგომ გადავიდა ისევ 25-ზე, გადავიდა კიდევ 25-ზე და ასე შემდეგ. ეხლა ისი თქმა მინდოდა ამ შემთხვევაში. როგორც უნდა ნახეთ და უნდა დავასკვნათ, რომ Ctrl მარჯვენა ის არ ნიშნავს უკიდურეს წერტილზე გადასვლას. გადასვლა ხდება თითო პატარა სექციებზე, ანუ სადაც გრძელდება ან იხურება ან და გრძელდება ახალი ჩანაწერი. მოკლედ თუ აქედან გადავდივართ, ეს არის ბოლო სექციის, იმიტომ რომ შემდგომ უკვე თავისუფალი უჯრაა, ასევე გადასვლა ხდება სექცია გამოტოვა 1 და კიდე გადასვლა ხდება სექციის ბოლოში, ასევე სექციის ბოლო, ანუ ცარიელი ზოლის დასასრული. ასევე არის ქვედა მიმართულებითაც. სწორედაც ამ შემთხვევაში თუ აქ დავდგებით და დავაწვევით ქვედა მიმართულებას, გადახდება 34-ზე, შემდეგ 26-ზე და ბოლო 38-ზე. ასევე წავა სრულიად ბოლოში. არქით, მოდით ახლა ვნახოთ შემდეგი რამ. შემდეგი რამ გახლავთ უკვე კონტროლის ღილაკის გამოყენების გარდა, ასევე shift ღილაკის გამოყენება. თუ ჩვენ დავაწვევით shift ღილაკს, ნახავთ რომ აქ ხდება მონიშნვა მთლიანი დიაპაზონის. ესე იგი shift ღილაკის საშუალებით შეგვიძლია მოვნიშნოთ მთელი დიაპაზონი. გარდა ამ ღილაკებისა არსებობს კიდევ გადაადგილების სხვადასხვა ღილაკები. ესეთია მაგალითად page up და page down. Page down-ის გამოყენებით, როგორც ხედავთ, მთელი ეკრანი გადადის ახალ ნაწილზე. თუ ჩვენ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ 27 სტრიქონს ვხედავთ, page down-ზე დაჭერის დროს გადავდივართ 28-დან 54-მდე. ანუ შემდეგი დაჭერისას გამოჩნდება 55 და ასე შემდეგ. ხოლო თუ ჩვენ გამოვიყენებთ მაგალითად alt page downs, ნახავთ რომ გახდება მთლიანად გასუფთავება ეკრანის, ოღონდ გადადის ეკრანი მარჯვენა ნაწილში. ანუ თუ ჩვენ გადავდიოდით ჩვეულებრივი page up და page down-ით ზემოდან ქვემოთ, ამ შემთხვევაში alt ღილაკის დახმარებით გადავდივართ მარჯვნიდან მარცხნივ, უბრალოდ მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით page up-ით ბრუნდებით უკან საწყის პოზიციაში. ანუ სვეტების მიმართულებით მივდივართ. რაც შეეხება უშუალოდ შემდეგ ბრძანებებს, რომლებიც გახლავთ თითოეულ რიბონებში ან მენიუებში, მათ ოდნავ მიმოვიხილავ. ესენი გახლავთ ბრძანებები, რომლების დახმარებითაც ჩვენ Word-ში უკვე ვიყენებდით თითოეულ მათგანს. მაგალითად, copy, copy, paste, გაბოლდება, გაზრდა, დაპატარავება, ტექსტის გასწორება და ასე შემდეგ. თითოეული ამ ბრძანებისათვის ჩვენ გვაქვს ასევე კლავიატურის ვერსია. შეგახსენებთ, რომ alt ღილაკზე დაჭერის დროს ეკრანზე გამოდის ფანჯრები, რომლის დახმარებითაც თქვენ შეგიძლიათ ღილაკებს დააჭიროთ და გამოიძახოთ სწორედ ეს მენიუები. მაგალითად, n ღილაკის დახმარებით insert menu გამოდის, p ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში გამოდის სურათის ჩასმა და ასე შემდეგ.
არქით. შემდეგი საკითხი გახლავთ ტექსტის კოპირება, ანუ უკვე აკრეფილ ტექსტზე მუშაობა. ასე მაგალითად, თუ გამოვნიშნავთ რაიმე დიაპაზონს მაუსით, ან დავაწვევით მარჯვენა ღილაკს, გამოდის კონტექსტური მენიუ, სადაც გახლავთ ბრძანება copy, cut და პირველ რიგში ეს ორი განვიხილოთ. Copy ღილაკი, როგორც ხედავთ, აციმციმ და უჯრა მონიშნული, მარჯვენა ღილაკი და paste და მივიღეთ, რომ ტექსტი რაც დავაკოპირეთ, ჩაჯდა. ასევე შესაძლებელი იქნებოდა cut-ი, რომელიც უბრალოდ ავტომატურად ამოშლიდა წინა მორბედ უჯრას. კარგით, ეხა მოდით ვნახოთ შემდეგი ბრძანება, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ დავამატოთ Quick Access toolbar-ში რომელიმე ბრძანება. როგორც უკვე გითხარით, ჩამოშლით ბრძანებას, შევდივართ More Commands და More Command-ში ვირჩევთ რომელიმე პოპულარულ ბრძანებას, რომელიც თქვენ გნებავთ. თუმცა პოპულარული ბრძანებების გარდა შეგიძლიათ ამოირჩიოთ მაგალითად All Commands და ნახავთ, რომ ყველა ბრძანება, რაც კი Excel-ში კეთდება, გამოტანილი იქნება და შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ეს ბრძანებები აირჩიოთ და გქონდეთ სწრაფი წვდომის ღილაკებში. მოდით ვნახოთ ასე მაგალითად გამოვიტანოთ ბრძანება delete cells დავუშვათ აი ესეთი და მივცეთ add ღილაკი. Okay, close და როგორც ხედავთ, დავუშვათ მოვნიშნოთ აი ეს ნაწილი, დავაწვეთ ბრძანებას delete cells და ნახავთ, რომ ეს მონაცემები ამოიშალა. ხედავთ, ბრძანება ავტომატურად ძალიან მარტივად სრულდება და მარჯვნიდან ან შემდეგ ქვემოდან ანთავისუფლებს ტექსტისაგან. თუმცა ეს ბრძანება ამ ეტაპზე ჩვენთვის აქ საჭირო არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა გაცილებით უფრო სხვა ფორმით უნდა ვისწავლოთ უჯრების წაშლის ბრძანება. ამიტომ ვნიშნავთ მას, ვაძლევს ისევ removes და ის უბრუნდება საწყის პოზიციას. ამის გარდა გახლავთ დიალოგური ბოქსი, რომელსაც ქვია უჯრების ფორმატირება. მე ახლა განახებთ ერთ-ერთ დიალოგურ ბოქსს, ეს გახლავთ მაგალითად უჯრების ფორმატირება, ასე მაგალითად format და format cells-ი. გამოდის პანჯარა, რომელიც გახლავთ 6 განყოფილებიანი და თითოეული ჩანართი რეაგირებს უჯრის ფორმატირებაზე. თუ თქვენ გნებავთ უჯრების ფორმატირება და არა ერთი უჯრის, მაშინ უნდა მონიშნოთ რამოდენიმე უჯრა და სწორედ რამოდენიმე უჯრის მონიშნის შედეგად მოხდება მათი ფორმატირების ერთნაირ რეჟიმზე დაყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ თითოეული უჯრა იცვლის ფორმატირებას. თუ თქვენ გინდათ მონიშნოთ მთელი დოკუმენტი, რასაკვირველია შეგიძლიათ გააკეთოთ Ctrl+A. გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება დაგჭირდეთ სრული ფორმატირება მთელი შიტის, ანუ მაგალითად აკად ნუსხურზე გადაყვანა მთელი შიტის, ან 11 ზომის მაგივრად 12 ფონტის დაყენება, ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ სრული მონიშნა, ანუ Ctrl+A ღილაკი, რაც ყველა შიტს მონიშნავს, იმიტომ რომ ხელით ესე მონიშნა არის საკმაოდ რთული. აქედან გამომდინარე ჩვენ დავაზოვთ Ctrl+A ღილაკს და Ctrl+A ღილაკთან ერთად ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ ნულოვანი უჯრა, ანუ A და 1 უჯრის კვეთაზე არსებული ნულოვანი უჯრა, რომელიც ხილის დაჭერის შემთხვევაშიც ინიშნება მთლიანი შიტი. ასევე უნდა აღვნიშნოთ უჯრების მისამართი. როგორც უკვე ვთქვი, თითოეულ უჯრას თავისი ფორმატირება შეიძლება ჰქონდეს და ასევე აქვთ მათ თავიანთი მისამართები. მოკლედ უჯრა მაგალითად აი ეს გახლავთ მისამართით H11 და არა 11H-ი. H11 გახლავთ აი აქ ჩანაწერი, მოკლედ აი ამ ნაწილში გამოჩნდება ხოლმე უჯრის მისამართი. თუ უჯრაში ჩაწერილია რაიმე ფორმულა ჩანს აი ამ ზოლში, ხო, ფორმულის ზოლში. თუმცა მისი შედეგი კი უკვე ეკრანზე უჯრაშია გამოსახული. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა რომელიმე უჯრაზე გადასვლა, რომელიც შორს არის, მაგალითად შეგიძლიათ დაწეროთ JK867 Enter-ი და როგორც ხედავთ, აი JK867-ზე გადავიდა. აქ შეგიძლიათ ასევე A1 მივთითოთ და გადავა ისევ საწყის უჯრაზე. მოკლედ უჯრის მისამართიც გასაგებია, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ და გამოვიყენოთ. ახლა მოდით დავიწყოთ უშუალოდ პირველი Excel-ის შექმნა. მოვნიშნოთ ყველაფერი Ctrl+A და დავაწვევთ delete ღილაკს. გავასუფთავებ მას. მოდით გავაკეთოთ პირველი ასეთი ჩამონათვალი. მაგალითად დავწეროთ თვეები. დავწეროთ მოდით ინგლისურად. დავწერეთ თვეები და ნახოთ შემდეგი. ამ მეორე უჯრაში ჩავწეროთ სიტყვა
gen ანუ იანვარი. მოვნიშნოთ ეს უჯრა, მონიშნოთ ერთი უჯრის გულისხმობს მასზე დადგომას და გააქტიურებას და მის გვერდით არსებული შავი წერტილი, აი ეს წერტილი, მაუსის მიტანის დროს X ცვლის ფორმას და ხდება შავი ჯვრის ფორმის. ამ დროს შეგიძლიათ თქვენ მოკიდოთ მას ხელი და ან მარჯვნივ, ან ქვემოთ გადაადგილოთ. შესაბამისად მარცხნივაც იმ შემთხვევაში თუ მის წინ ან ზემოთ თუ მის წინ ამ ინფორმაცია არ არის, რომელიც წაიშლება. ქვემოთ ჩამოტანის შედეგად ჩვენ მივიღებთ შეივსება სრული კალენდარი. Excel-მა იცის, რომ gen არის January-ის შემოკლებული ფორმა და ის ავტომატურად ყველა თვეს ჩამოთვლის. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ეს თვეები არ გვინდოდა ჩამოგვეთვალა და უბრალოდ gen გაგვემრავლებია ქვემოთ ან მარჯვნივ, ისრის ჩამოტანის დროს დავაწვევოდით Ctrl-ღილაკს და საბოლოო ჯამში მივიღებდით მთლიანად gen ჩანაწერს. ანუ მხოლოდ და მხოლოდ მივიღებდით ჩანაწერს, რომელსაც ქვია განკოპირება, ანუ თითოეული უჯრის კოპირება. მოდით ვნახოთ შემდეგი. მაგალითად დავწეროთ აქ უჯრაში 3-იანი და შემდგომ დავწეროთ 6-იანი. გნებავთ 8-იანი. მათ შორის სხვაობა გახლავთ 5. Excel-ი ავტომატურად დაითვლის სხვაობას ორივე უჯრის მონიშნის შემდეგ, ჩამოვალთ ქვემოთ და მივიღებთ, რომ შეიქმნა პროგრესია. პროგრესია არითმეტიკულია ცხადია. მოდით ვნახოთ შემდეგი ჩანაწერი. შემდეგ ჩანაწერში დავწეროთ 5 და 6. აქ უკვე ჩანაწერის როგორც ხედავთ დიაპაზონს აქვს მხოლოდ თითო ბიჯი, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი უჯრა იქნება 5, 6, 7 და ასე შემდეგ. თუ Ctrl-ღილაკს გამოვიყენებთ, ნახავთ რომ მივიღებთ 5, 6, 5, 6. თუ უბრალოდ ჩამოვწერთ, მივიღებთ რომ 14-მდე გაიზრდება. თუმცა შესაძლებელია ორივე უჯრის მონიშნის შედეგად მაშინ, როდესაც უკვე მის წინ არსებობს კონკრეტული სვეტი, ორჯერ ჩქარა დავაკლიკოთ მაუსი და ის ავტომატურად არითმეტიკული პროგრესიით, ანუ იმ ფუნქციით, რომელიც Ctrl-ღილაკის გარეშე ხდება, სვეტის პარალელურად ბოლომდე შეავსებს მონაცემებს. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ, ასე ვთქვათ, იმას, რომ ამ შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ უკვე ვისწავლეთ სვეტის გაგრძელება რაღაცა ლოგიკით და მოდით ვნახოთ კიდევ ერთი ტექსტისა და რიცხვების ერთობლივი მუშაობა. მაგალითად gen 4 რო დავწეროთ, ამ შემთხვევაში ჩათვლის ეს არის 4 იანვარი Excel-ი, მაგრამ მოდით ახლა დავწეროთ სრულიად სხვა ტექსტი. მაგალითად გიორგი 5 და ვნახოთ რას იზავს გიორგი 5-ის შემთხვევაში. თუ მას მივცემთ Ctrl-ღილაკს, ყველგან გიორგი 5 იქნება, თუ არ მივცემთ, მაშინ გაიზრდება შედეგები. ცხადია, თუ აქ დავწერთ გიორგი 9-ს, შედეგები ცხადია, აქაც უკვე აღიქმება როგორც პროგრესია და მივიღებთ ასეთ შედეგს. მოკლედ, ჩვენ ამითი მონაცემების შევსება დავასრულეთ და ვფიქრობ მონაცემების შევსების შედეგად ჩვენ მივიღეთ საკმაო ცოდნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ Excel-ში აი შავი მარკირების ღილაკის დახმარებით ძალიან ბევრი ფუნქცია სრულდება. მოდით გადავიდეთ ახლა შემდეგ საკითხზე და ვნახოთ რას გულისხმობს ეს ჩვენი შემდეგი საკითხები. თავი მეორე, მანამდე გთხოვთ კიდევ ერთხელ გაიაზროთ ის, რაც აქ შევასრულეთ და გაშევუდგეთ მეორე თავს.